ჯარიმას გავდა. ძალიან კარგია ჯერჯერობით პირველივე წამებზე. რაშმა ზოგადად კარგად დაიწყო წინა ტურში. კესეუსთან პირველი მეოთხედი მოიგო კიდევაც, თუმცა შემდეგ უკვე ჩავარნა დაეწყო გუნდს და ნახოთ რა იქნება დღეს. აბა უეირი. ყველა გაბარიტები აქვს უეირს. კალატოზიშვილი ჩავარდა. და კვლავ სტუმრები ტომასი უეირი. ზუსტია. შესანიშნავია. 6 ქულა აქვს უკვე უეირს. 14-11 რაში. რასწრაფად ათამაშებს ბურთს რაში. ხო. უპირატესობა. ზაქრაძე. უეირი არ ვარდება, თავად იხსნის ამატებს და 2+1. რამდენიც პიკეროლი ითამაშა ზაქრაძე ვაინს დუეტმა, ეგრეთ წოდებული, ყველა გამოვიდა აბსოლუტურად. ყოველ ჯერზე დატრიალდა მაღალი და ყოველ ჯერზე გაუკეთა გადაცემა ზაქრაძემ და ეს იყო ყოველთვის პროდუქტიული შედეგი. ხშირად უნდა გააკეთონ ბლოკიდან. ჩული 54-32, 12 ქულა სხვაობა, უეირი ახანია. ერთი ჯარიმის მიღების უფლება აქვთ. მას მოკლედ თუმცა ვერ გამოიყენეს და წუთში შესვენება. უეირი მესხი ვახანია. ვახანია კარგი ჩანაფიქრი იყო, თუმცა ტომასმა მონაბიჯი შესვლა განიზრახა, ვერ ჩავარდა, თუმცა უეირი დამატებაზე კარგია. კინგი ჰოლტი არ ვარდება უეირი. კარგი შანსი რომ ამ მაჩის შემდეგ რომელიმეს ექნება პირველი გამარჯვება. ბატონო, ბობიჩაიშვილი ჰარკული. საშუალოდან. რაშმა მოუმატა. კი ბატონო და თავრომ წვნელებმა. ნესბიტი და ვახანიამ გადაინაცვლეს. აბა ტომასი არ ჩავარდა, მესხი მარტივად ხსნის ამ ბურთს. ზაქრაძე კვლავ მესხი არ არის მოკლია, მაგრამ უეირმა ჩააგდო თითქოს პასი გამოუვიდა. ინუა უეირი ზაქრაძე ვერ შეინარჩუნა ზაქრაძე ბურთი, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ოჰოჰო, კარგი იყო ზაქრაძე. რას და ბურთთან ურთიერთობა არასდროს უჭირდა უნდა. ძალიან ბევრი. თან თამაშობს ცენტრის პოზიციაზე. თამაშობს ცენტრის პოზიციაზე. უეირი სინა. კარგი იყო უეირი. კალატოზიშვილი ხსნის, თუმცა ვერ ჩააგდო. ერთი ქულა უნდა კალატოზიშვილს. ორმაგ დუბლამდე. კი. არ ჩავარდა, ვერ ჩავარდა ბურთი ხელებში და 2+1. ანზორ ნადირაძეს მეოთხე პერსონალური. უკეთესი გამოვიდა აშკარად რაშის